ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა და სასოფლო სავარგულები დააზიანა. დაიხოცა შინაური ფრინველი. თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრები 20-ზე მეტი ოჯახი გაუსაძლის პირობებს უჩივის. მათი თქმით, სახლების პირველი სართული საცხოვრებლად უვარგისია. მთლიანად არის ამორტიზებული სანიაღვრე არხი, რამაც ქუჩებისა და საკარმიდამო ნაკვეთის დატბორვა გამოიწვია. მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს. თითქმის 20-მდე ოჯახია დატბორილი მთლიანად. გამომწვევი მიზეზი არის კანალიზაციის ლუქებია თავზე მოხსნილია, საიდანაც გაჭედილია მთლიანად მთელი კანალიზაცია, ამოდის წყალი. უკნიდან ქაქნის ქუჩიდან მთლიანად სანიაღვრე მოშლილია. თხოვთ, დაგვეხმაროთ ხალხს. ჭიდან წყლის ამოღება აღარ შეგვიძლია. Всё, მორჩა. ჩვენ დასალავი წყლის გარეშე ვჩებით. რა წყალმა წამიღო? მაღაზია, სახლი, რა ვიცი. სასაუზმე და აგერ ხო ხედავთ ჩემს გმორობას. ამდენჯერ დავწერეთ განცხადება და მიმართეთ. რა იყო არაფერი არ არის ის დახმარება. ეს წყალი არხი რო გააკეთონ ან რამე ის რო ამოიღონა აქ წყალს რომ ისცენ გზა ეს მდგომარეობა ყოველთვის ასე იყო და გაზრდა გართული და კიდე უარესია თუ უკეთესობა არ არის. გადაუღებელი წვიმის გამო პრობლემა შეექმნა ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც. გარდა იმისა, რომ მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ტრანსფორმატორის აფეთქების საშიშროებაც გაჩნდა. ქუჩის მოპირდაპირ მხარეს ყოფილი საწარმოს ამორტიზებული კედელია, რომელიც წყალდიდობის შედეგად დაენგრა და ელექტრობოძები მოარყია. მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას დაუკავშირდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავენ, პრობლემით არავინ დაინტერესებულა. წყალს გასასვლელი არ აქვს. საიდან უნდა წავიდეს წყალი? ყველგან გადაკეტილია გზა და შემოგვესია შიგნით ოჯახში, სახლში, აგერ ვერ გაივლით, ხო ხედავთ აგერ რა ამბავია. გამოვიძახეთ გამგეობიდან, ჩემი დანგრეული არ არისო და რამე თქვენ ეშველით თუ თქვენ სახლს. გოგა, თოდუა ის თუ თორდია, არ ვიცი, კარგად გამგებელის მოადგილი ათოლორაიას მოადგილი. ეგერ ტრანსფორმატორი აყენია, ის კედელი თუ ჩამოინგრა, ტრანსფორმატორი აფეთქდება და საშიშროება ამაზე მეტი რა იქნება. რა ვქნათ, ვის უნდა მივმართოთ, გაგბეობაზე დავრეკეთ, მაშველზე დავრეკეთ, ცხელხაზზე დავრეკეთ და არავინ არ ჩანს. სამი უბანია და ხო გაფუჭდება. 4 ქუჩაა მაგაში. ეს რო დაინგრევა. არაფერი არ გვექნება მაშინ. გთხოვთ თავრობას თუ ვინ არის, ყველას გთხოვთ რომ მიშვენოთ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე გიორგი თოდუა აცხადებს, რომ დღეს უწყებაში სტიქიასთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ზარი შევიდა და ყველა მათგანს რეაგირება დროულად მოყვა. მისი თქმით, გამგეობის აპარატის თანამშრომლები დილიდან ადგილზე ვითარების გასაცნობად არიან გასულები. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზარალს აღწერს და მის მოგვარებას დაიწყებს. ყველგან გასულია ჯგუფები, შესწავლილია საკითხები და უკვე შემდგომში ასევე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური და მთელი დღის განმავლობაში ეს ჯგუფები ყველანი ერთად მუშაობთ. სინოპტიკოსების განმარტებით უხვი ნალექი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. გამოდარებას მეტეოროლოგიურ სამსახურში ხვალიდან ვარაუდობენ.